გამოლოდინაშვილი საუბრობდა. თბილისის ბიუჯეტი ისევ დაპირისპირების თემაა. 2015 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა საკრებულო დღეიდან იწყებს. ბიუჯეტი 800 მილიონი ლარით განისაზღვრა, როგორც უმრავლესობა ამბობს, მასში 9 ძირითადი პრიორიტეტი და 22 განახლებული პროგრამა ჩადეს. ბიუჯეტს აკრიტიკებს ოპოზიცია და ამბობს, რომ პარამეტრები არ შეესაბამება მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებებს. ნახირდება იმ ვაუჩერების დაფინანსება, რომელთაც დედაქალაქის მოსახლეობა კომუნალურ ხარჯებს ფარავდა. არ არის გათვალისწინებული ბაგა-ბაღების პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობა და გაზრდილია მერიის ადმინისტრაციის ხელფასები. საპირისპიროს ამტკიცებს თავად მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სოციალური და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია. ეს არ არის ისეთი რაღაც, რომ დაუშვათ პირველ რიგში მინდა ბრალდება გავამახვილო უმთავრესზე, ეს არის მერიის ადმინისტრაციის დაფინანსება, რომელიც 15 მილიონი ლარით განისაზღვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ხელფასი თვეში 5500 ლარია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უბრალო თანამშრომელი მერიის გაცილებით ნაკლებს მიიღებს, შეიძლება მათი ხელფასი 10000 და მეტ ლარსაც გასცდეს თვიურად. მერიის რაღაცნაირად უარს ვერ ამბობენ ვერც კონფორტსა და კეთილდღეობაზე. შესაბამისად დასახულია მათი მგზავრობა ბიზნეს კლასით და უამრავი თანხები იხარჯება სწორედ მათ მგზავრობაზე. ჯამში 2015 წლის ბიუჯეტის სოციალური დაცვის მიმართულებად შემცირებული 6.605.300 ლარით, რაც ნიშნავს, რომ ის დაპირებები, რაც უხვად დაარიგეს ბატონმა ნარმანიამ და ქართულ მოძრაობამ არჩევნების წინ, შესაბამისად იყო ცრუ, არასწორი და ეს დაპირებები არ სრულდება. 799 მილიონიანი ბიუჯეტში არის დაახლოებით 9 მთავარი პრიორიტეტი მიმართულება. აქედან განსაკუთრებით გამოსაყოფია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება, რომელიც მთლიანობაში იზრდება 1.200.000-ით. აქედან მარტო ჯანდაცვის მიმართულებას ეძება თანხა 7 მილიონით. განათლების მიმართულება. ეს არის საბავშვო ბაღების დაფინანსების მუხლი, დიდი წილი აქედან მოდის, დაახლოებით იზრდება 10 მილიონი ლარით. ინფრასტრუქტურული პროექტები იზრდება 8 მილიონი ლარით. საკრებულოს უმცირესობას ურჩევდი ჯერ ბიუჯეტი კარგად წაიკითხონ, ნახონ რა არის გათვალისწინებული და როგორ არის გათვალისწინებული და ამის შემდეგ გააკეთონ განცხადება. ჩვენ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით ბიუჯეტი გავზარდეთ და ძალიან ბევრი ისეთი რამ გავითვალისწინეთ, რაც მათი მმართველობის დროს არ ხორციელდებოდა, ასე რომ ეს ბიუჯეტი ნამდვილად საკრიტიკო არ არის.